გილაშვილობის მოგესალმები რატომ მე როგორც ვიცი ძალიან ბევრი რაღაც კონფლიქტი და ის გამოიწვია საფეხბურთო მატჩებმა აგერ ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ სხვა გუნდს გულშემატკივრობდნენ 12 ადამიანი მოკლეს იქ მექსიკელი ფეხბურთელი მოიტაცა რა ხდება მოკლედ ну რა ხდება და სპორტსმენებმა რა უფრო მათი გულშემატკივრები ურევენ ძალიან ხშირად მაგრამ ეს ყველაფერი არ ეხება ჩოგბურთს და როლან გაროს არ ეხება გუშინდელ ამხანაგურ მატჩებს ასევე ფორმულა 1-ის ეტაპს აი ეს თემები ძირითადი თემები რადგან უნდა ვისაუბროთ პირველ გამოშვებაში დავიწყოთ ჩოგბურთით როლან გაროზე დიდი სლემის რიგით მეორე ტურნირზე გუშინ დაიწყო მერვედფინალური ეტაპი კვლავ ჩაერია საქმეში წვიმა ამიტომაც ქალებს შორის დაგეგმილი 4 მატჩიდან მხოლოდ 2-ის დასრულება მოესწრო სამაგიეროდ მამაკაცებმა გუშინდელი პროგრამა სრულად გაიარეს და ვნახოთ ახლა როგორ ითამაშეს გუშინ კაცებმა მერვედფინალურ ეტაპზე და უკვე ორი მეოთხედფინალური წყვილია ცნობილი პირველი შეადგინეს ფრანგმა რიშარ გასკემ და ბრიტანელმა ენდი მარეიმ რიშარ გასკემ ადგილობრივი პუბლიკის ერთ-ერთმა იმედმა მოახერხა ერთ-ერთი ფავორიტის სოფლიოს მეხუთე ჩოგანის კეინი შიკორის დამარცხება თანაც საკმაოდ იოლად 6-4 6-2 4-6 6-2 და ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ეს გასკემისთვის ვინაიდან ის მე-13-ად თამაშობს როლან გაროზე და პირველად მოახერხა მეოთხედფინალურ ეტაპზე გასვლა. პირველ პარტიაში ნიშიკორი იგებდა 4-2, მაგრამ გასკემ ზედიზედ 4 გეიმის აღება მოახერხა და პირველი პარტია მოიგო ანგარიში 6-4, მეორე სეტში მან 2 ბრეიკი შეასრულა და 2-0 წაიყვანა სეტებში ანგარიში, თუმცა ნიშიკორიმ გაიბრძოლა და მესამე პარტიაში ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო 6-4, მაგრამ ეს მისი ერთადერთი წარმატება იყო აი ამ შეხვედრაში. მეოთხე სეტში ისევ დაიბრუნა ინიციატივა გასკემ, კვლავ 2 უპასუხო ბრეიკი შეასრულა და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებას მოიპოვა. და ძალიან კარგადაც გამოიყურება გასკე აი ამ ტურნირზე. მან წინა ეტაპზე ავსტრალიელი ამომავალი ვარსკვლავი ნიკ კირგიოსი დაამარცხა, უბრალოდ გაანადგურა 3 სეტში, ასე რომ სრულიად დამსახურებული გასვლა გასკესი მეოთხედფინალში და აი ასე აღნიშნა მანის წარმატება, როგორც გითხარით, პირველად ითამაშებს ის საშინაო ტურნირის მეოთხედფინალში. როგორც გითხარით, ასევე მისი მეტოქე იქნება ამ ეტაპზე ბრიტანელი ენდი მარეი, ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ აი გასკეს მატჩის შემდეგ იყო ენდი მარეისა და ჯონ ისნერის შეხვედრა და გადავიდეთ სოფლიოს მეორე ჩოგანზე, რომელიც ეთამაშებოდა ამერიკელ ჯონ ისნერს. გახსოვთ ალბათ ენდი მარეიმ პირველი 2 სეტი, პირველი 2 მატჩი ამ ტურნირზე მოიგო 5-სეტიანი მარათონის შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა ფორმა აკრიფა უკვე ბრიტანელმა და ზედიზედ 2 მატჩი უკვე ერთნაირი ანგარიშით 3-0 მოიგო. მან ჯერ კარლოვიჩი დაამარცხა ეისების ოსტატი, გუშინ კი კიდევ ერთი ასეთი ყაიდის მოთამაშე ჯონ ისნერის ბარიერი გაიარა 7-6, 6-4, 6-3. პირველ პარტიაში ჰქონდა გარკვეული პრობლემები ენდი მარეის, მან ტაიბრეიკზე მოიგო პირველი სეტი ანგარიში 11-9, მეორე და მესამე სეტებში კი უკვე დამაჯერებელი უპირატესობა 6-4, 6-3, ისე მოიგო ეს მთლიანი შეხვედრა ენდი მარეიმ, რომ არც ერთი ბრეიკი მეტოქეს არ შეასრულებინა და ითამაშებს ის მეოთხედფინალში გასკეს წინააღმდეგ, მეოთხედფინალში მარეი ზედიზედ მესამედ გავიდა. მოქმედი ჩემპიონი სტენ ვავრინკაც ითამაშებს მეოთხედფინალში, მან გუშინ საკმაოდ რთულად გაიარა სერბი ვიქტორ ტროიცკის ბარიერი, 4 სეტი დასჭირდა შვეიცარიელს იმისთვის, რომ დაემარცხებინა სერბი და საუკეთესო 8 ჩოგბურთელს შორის ვავრინკასაც ხედავთ. ძალიან რთულად წარიმართა მისთვის პირველი პარტია, სრული უპირატესობა ჰქონდა თითქოს ვავრინკას, მაგრამ 4 სეტბოლი ვერ გამოიყენა მე-12 გეიმში, ასევე 4 სეტბოლი გაანიავა პირველ პარტიაში ტაიბრეიკზე უკვე, მაგრამ მე-5 ცდაზე ვავრინკამ საბოლოოდ მიზანს მიაღწია და აწინაურდა სეტებში, მაგრამ მეორე პარტიაში იგივე სცენარი იყო იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ტაიბრეიკი ტროიცკიმ მოიგო და სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა 1-1, სხვათა შორის მატჩის სრულობისას სერბს რამდენჯერმე პრობლემა შეექმნა, სამედიცინო ტაიმაუტი აიღო და დრო რომ არ გაესწრინა სტენ ვავრინკამ აგერ ბოლბოი იხმო კორტზე და ესე გაახალისა ბურთების მომწოდებელი ბავშვი, რომელსაც როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგი საჩოგბურთო თვისებებიც ჰქონია. რაც შეეხება მესამე და მეოთხე პარტიას, აქ უკვე ვავრინკას სრული უპირატესობა ჰქონდა, მან 3 ბრეიკი შეასრულა, 1 მესამე სეტში, 2 მეოთხე სეტში და მოიგო 7-6, 6-7, 6-3, 6-2, ასე რომ ჯერჯერობით შვეიცარიელი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-5 ჩოგანი აგრძელებს შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვას. სწორედ ვავრინკა თქვენს ეკრანებზე. როგორც გითხარით, ქალებს შორის გუშინ მხოლოდ 2 მატჩის დასრულება მოხერხდა. კერძოდ მოიგო მუგურუსამ და ასევე მოიგო შელბი როჯერსმა, რაც შეეხება მამაკაცების ტურნირს, გეტყვით რომ კიდევ ერთ მეოთხედფინალში ალბერტ რამოს ვინოლასმა მოუგო მილოშ რაონიც სენსაციურად 6-2, 6-4, 6-4. ახლა გინახოთ როგორ ითამაშა გარბინ მუგურუსამ ესპანელმა ჩოგბურთელმა რუსი სვეტლანა კუზნეცოვას წინააღმდეგ. კუზნეცოვა ერთადერთი რუსი ჩოგბურთელი იყო, რომელიც შემორჩა ამ მაგრამ მასაც მოუწია გუშინ დანებება ესპანელი ჩოგბურთელის წინააღმდეგ. მუგურუსას უფრო იოლად შეეძლო ამ მატჩის მოგება.
როგორც ვთქვათ, ანგარიში იყო 6-3, 6-4, უბრალოდ მან 12 ბრეიკ პოინტიდან მხოლოდ 3-ის გამოყენება მოახერხა, თორემ რუს ჩოგბურთს განადგურება არ ეცდებოდა, მაგრამ ასთავარია მეგურუსა მათშუნა ძალიან კარგი შემტევი ჩოგბურთი 37 ვინერსი დააფიქსირა და მეოთხე ფინალში გავიდა ამერიკელ შელბი როჯერსზე, რომელმაც დაამარცხა თავის მხრივ რუმინელი ბეგუ 6-3, 6-4. რაც შეეხება დარჩენილ ორ შეხვედრას, რომელიც ვერ მოასწრეს დასრულება ქალებმა, ჰალეპი უგებს ტოსოს ანგარიში 5-3 და რადვანსკა ამარცხებს ბულგარელ პირონკოვას 6-2, 3-0. უბრალოდ ამ მატჩების დასრულება იმიტომ ვერ მოესწრო, რომ წვიმის გამო გვიან დაიწყო შეხვედრები და ცუდი ხილვადობის გამო ორგანიზატორებმა მეორე დღისთვის გადადეს აი ეს შეხვედრები. ესაც შეეხებოდა გუშინდელ საჩოგბურთო ამბებს. დღესდილით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შეხვედრა არ არის, უკვე აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალური სერია დასრულდა. კლივლენდმა 4-2 მოუგო ტორონტოს და გავიდა ფინალურ სერიაში, ხოლო დასავლეთ კონფერენციაში გუშინდილით იყო შეხვედრა Golden State-სა და Oklahoma-ს შორის, უბრალოდ Oklahoma მასპინძლობდა Golden State-ს და Warriors-მა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით სეზონი გადაარჩინა, ის აგებდა სერიას ანგარიშით 1-3, მაგრამ ზედიზედ 2 მატჩი მოიგო. სერიაში ანგარიში გათანაბრდა 3-3 და დილით გაიმართება მე-7 გადამწყვეტი შეხვედრა Golden State-ის მოედანზე და ვნახოთ შეძლებს თუ არა ზედიზედ მეორედ Golden State-ი ფინალურ სერიაში გადასვლას. და ჩვენ ვნახოთ გუშინდელი მატჩის 5 საუკეთესო მომენტი და ვისაუბროთ ამ მატჩის პერიპეტიებზე. ძალიან რთული მატჩი ჰქონდა Golden State-ს გასვლაზე Oklahoma-სთან. პირველი 3-4-დი მასპინძლები ფლობდნენ უპირატესობას, 8 ქულით იგებდნენ ბოლო მეოთხედის წინ, მაგრამ გაიბწყინა კლეი ტომპსონმა, რომელმაც 19 ქულა აიღო ბოლო მეოთხედში და მოაგებინა თავის გუნდს 108-101. თუმცა ამ ეპიზოდში როგორც ხედავთ, კლეი ტომპსონს დაუფარა Oklahoma-ს ახალგაზრდა ფორვარდმა რობერსონმა და ეს ბლოკი გავიდა მე-5 ადგილზე გუშინდელი სათამაშო დღის. ეს არის აცილებული სამქულიანი სერჟი ბაკასი და ნახეთ როგორ პასს აკეთებს სტეფ კარი დრეიმონდ გრინის მისამართით. მე-4 ადგილზე გადის ეს ეპიზოდი. გუშინ კარი სხვათა შორის ერთი შედეგიანი პასი დააკრა სამაგდუბლამდე, ისე კი მან 31 ქულა დააგროვა. და აი კლეი ტომპსონი, სტეფ კარი და კლეი ტომპსონის კომბინაცია, კარის შესვლა ფარქვეშ და გასული და წლევანდელი სეზონის MVP გავიდა მესამე პოზიციაზე. ბოლო ორი მომენტი კი ამ მატჩიდან ეკუთვნით ოკლაჰომელ კალბურთელებს, რასელ ვესტბრუკი და კევინ დურანტის ნაცნობი კომბინაცია. დურანტის 2 ქულა, მან 29 ქულა დააგროვა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ანტიგმირი აღმოჩნდა ამ მატჩის, ვინაიდან 31-დან 21 ყოფნა აცილა თამაში, ხოლო პირველ ადგილზე გადის სტივენ ადამსი, ოკლაჰომას ცენტრი და მისი ძალისმიერი დანკი. როგორც ხედავთ, საკუთარ სანახაობრივი თამაში ოკლაჰომას მხრიდან, მაგრამ დამარცხება საკუთარ მოედანზე და ველოდებით ხვალდილას შეხვედრას, მე-7 შეხვედრას საიამ სერიისა, უკვე Golden State-ის მოედანზე და ნახოთ რომელი გუნდი გააღწევს დასავლეთიდან ფინალურ სერიაში და რომელი გუნდი შეხვდება Cleveland Cavaliers-ს. ნახოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ფრაგმენტები და თუთას რაღაც თავისი მოსაზრებები აქვს ამ ფინალთან დაკავშირებით. მილანში სან-სიროზე ალბათ ყველამ ნახა ეს შეხვედრა. მილანში სან-სიროზე შედგა მადრიდული დერბი. გამეორება ფინალისა, რომელიც იყო 2014 წელს და შედეგი იგივე, ისევ დამატებითი დრო, ოღონდ ამჯერად უკვე დამატებით დროს მოყვა პენალტების სერია, რომელიც უკეთ შეასრულა მადრიდის რეალმა. მანამდე იყო სერხიო რამოსის გოლი, ისევე როგორც სხვათა შორის იმ ფინალში 1-0 რეალი იგებდა, გრიზმანის მიერ გაფუჭებული პენალტი მეორე ტაიმში 0-1-ზე, თუმცა მაინც გაათანაბრა ანგარიში ატლეტიკომ, შესანიშნავი პასი გაკეთდა ფლანგიდან და ფერეირა კარასკომ გაათანაბრა ანგარიში, ხუან ფრანის გაფუჭებული პენალტი და კრისტიანო რონალდო წერტილს უსვამს აი ამ მარათონს, რომელსაც ქვია ჩემპიონთა ლიგა და მე-11-ად თავისი არსებობის ისტორიაში მადრიდის რეალი იღებს ჩემპიონთა თასს, რაც რა თქმა უნდა უდიდესი წარმატებაა. თუმცა მოდი ვაღიაროთ, რომ ატლეტიკო ბევრი ამბობს, ატლეტიკო იმსახურებდა ამ თავს, თუნდაც იმიტომ, რომ მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, სადაც ნაკლები ვარსკვლავია ვიდრე თუნდაც მადრიდის რეალში, მაგრამ ნაკლები ფული, მაგრამ ნუ რაღაც გარკვეული მითებიც არსებობს. ეხლა ატლეტიკო ამბობენ, რომ ღარიბი გუნდია, მაგრამ ღარიბი არ არის ნამდვილად, მაგრამ ვერ შეეძრება რეალს, ბარსელონას, ბაიერნს და შეეხების გუნდეს, Manchester City, Paris Saint-Germain, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ მადრიდის ატლეტიკო მაინც ბევრისში არ იღწევა სიმპათიას, იმიტომ რომ თუნდაც ბაიერნთან 2 რაუნდიან დაპირისპირებაში 4 ტაიმიდან 3 მუდმივად თავს იცავდა, ბარსელონასთან 2 თამაში მუდმივად თავს იცავდა, მაგრამ მაინც გაიარა ეს 2 ბარიერი, 2 ფავორიტის ბარიერი და ბევრის აზრით, უკვე მეორე ბანაკის აზრით, როცა ესეთ გუნდებს გამოგდებს, რა თქმა უნდა, თასს იმსახურებ და თან ანუ მე ვფიქრობ, რომ რეალი რომელიც უკვე ამ თასებს ვეღარ ითვლის და უკვე აღარც აღელვებს აინტერესებს, მე მგონი მე-11 და იქნება თუ 31. ასეც არის თუთა თასებს ვეღარ ითვლის, შაშანდელი სეზონის საერთოდ პრიზი ვერ აიღეს. წელს ერთადერთი ჩემპიონი
ჩემპიონთა საწყლები როგორ მეწოდებიან. ნუ მოკლედ მე მგონი აქ იყო ის ამბავი რომ რაღაცა დიდი და პატარა შეეჯახა ერთმანეთს და ტრადიციულად უფრო დიდმა, უფრო მდიდარმა, უფრო გაზულქებულმა აიღო და მოიგო ეს თასი. ნუ თან ჩემი სიმპათია ატლეტიკოს მიმართ ცალსახად წვრთნელის დიეგო სიმეონეს არის განპირობებული. ზოგადად ასე ვირჩევ ხოლმე ვის გულშემატკივრო. სად უფრო მეტი არგენტინელია. ხო, ნუ მაშინ იქნებოდი რა თქმა უნდა, ხა ატლეტიკოს ხარეს. ხო და რაც შეეხება ეს პატარა გუნდები, თუმცა აი ესევე ორჯერ იყო ჩემპიონთა თასის ფინალში ვალენსია და ვალენსია ზუსტად სადაც ასევე არგენტინელები თამაშობდა ხო ექტორ კუპერი იყო არგენტინელი მწვრთნელი. ხო, რაღაც დიეგო სიმეონე ნელ-ნელა კი მოგებული აქვს ესპანეთის ჩემპიონატი ატლეტიკოს ერთად, მაგრამ თითქოს აი მუდმივად მეორის სტატუსით ხალიფდება როგორც იყო ექტორ კუპერი. ინტერშიც ვერ მოიგო ვერაფერი, არა და კარგი გუნდი ყავდა. ვალენსიასთან ერთად ვერ მოიგო ვერაფერი და ვალენსიაც როგორი გუნდი იყო და როგორი ფინალი როგორ წააგეს და აი ზუსტად ამაშია საქმე რომ მე მგონია რომ ატლეტიკოს ისევე როგორც ვალენსიას აქვს რაღაც სხვანაირი მუხტი თამაშის დროს და რეალი ესე თამაშობს რა რონალდო როგორც თამაშობს 3-0 მოუგო რეალმა ვალენსიას ფინალში. ვიცი მახსოვს ნანახი მოხდეს თამაში. ამ დიალოგზე ამ კამათზე მახსენდება ერთი ეპიზოდი რომელსაც მოკლედ მოგიყვებით. ესე იგი თქვენც და მაყურებელსაც იმედია არ შემერიხავთ ამის გამო. ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ბოლოს გაიმართა, მისი გახსნის დღეს სამწუხაროდ მე ამომივარდა თავიდან მოვდიოდი საიდანღაც დასავლეთ საქართველოს და სასრაპოს წესით ჩამოვედი თბილისში და შემდეგ მივიღე ზარი მეგობრიც გქონდა ძალიან თუ მანქანა გამგვიჟდა და აუმაგითე კუსტვაზე სადაც იყო როგორც ჩანს დიდი ეკრანი დამონტაჟებული და ნახევარი საქართველოს იქ უყურებდა ნახევარი სახლებში და ნახევარი ადგილებზე ალბათ სტადიონებზე და მე მოხვდი ეკრანთან ზურგით და მეკითხე მეგობრებს რა ხდება თქო და იმ დროს მთელი იქვე იყო რამდენიმე მიკროფონი იყო როგორც პრეზენტაცია იყო რაღაცის გაიმართა პარალელურ რეჟიმს და მიკროფონები დარჩა ჩართული ეს რა ხდება კუსტვაზე და არაფერი ისეთი ვიღაცა ძალიან მოკლედ პასუხი პრეზენტაციის დაგიგმავების მაგრები იყო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს გახსნასო და ამთხვიეს. ხო რა გახსნეს და მე მიკროფონები დატოვეს ამ დროს შემოიღეთა გოგოშვილი და თქო რა ხდება მოკლედ თუ თან ისე გაზნობ ატლეტიკო ვერ მოიგო, მაგრამ ძირითადი ბიუსტის შენარჩუნებას დიეგო სიმეონე აპირებს და მე მგონი თავადაც აპირებს დარჩენას ატლეტიკოში, ასე რომ ნახოთ მომავალ წელს შეიძლება ამ გუნდს უფრო მეტად გაუმართლოს. ახლა კი არხანაგური მატჩების შესახებ ევრო 2016 ახლოვდება და მისი მონაწილეები ნელ-ნელა უკვე იწყებენ აქტიურ მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის. ვიცი რა დამაჯერა არხანაგურმა მატჩმა, საქართველოს ნაკრების მატჩ სლოვაკეთთან არ გიჩვენა, ჯერსინი პარასკევს იყო და 1-3 წავაგდა ნერვებს არ მოგიშლით, მაგრამ ნუ გამოჩნდა რაც არის საქართველოს ნაკრები, გინდა არხანაგური იყოს, გინდა ოფიციალური, ჯერჯერობით არაფერი შველის ვერ გიშოლა ახალ მომცველმა და ჩვენ სლოვაკეთის ნაკრებთან წავაგდეთ ანგარიშით 1-3. გავიდა 2 დღე გუშინ სლოვაკეთის ნაკრები ჩავიდა აუგსბურგში, ეთამაშა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიას და სლოვაკების ძირითად შემადგენლობაში არ იყო არც ერთი ის ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს დაამარცხა 3-1. ანუ ამჯერად უკვე იანკო ზაკმა გამოიყენა ძირითადი გუნდი გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ და აი ამ სლოვაკეთმა ასევე 3-1 მოუგო გერმანიაში და ძალიან კარგი შთაბეჭდილებას დატოვა. ეხლა ნახოთ ამ მატჩის ფეხბურთი. ხო, ეს შემოდგენლობა რა გამოსულიყო ჩვენს წინააღმდეგ კაცმა ერთის რა ანგარიში დამთავრდებოდა ის მატჩი. თუმცა პირველი გოლი მაინც გერმანელებმა გაიტანეს დიოცეცა აქცია საჯარიმოში მილანის ფეხბურთელმა კუჩკამ. აქ კიდევ საკითხავია იყო თუ არა პენალტი და მარიო გომესმა თავისი 27-ე გოლი გაიტანა გერმანიის ნაკრების მაისურით 1-0 მე-12 წუთზე და მე-13 წუთზე დაწინაურდნენ გერმანელები, მაგრამ ნახეთ ნაპოლის ფეხბურთელმა მარეკ ჰამშიკმა როგორი შედევრი შემოგთავაზა. ბრწყინვალე გასროლა ბერგლენოს კარის მიმართულებით და ანგარიში ხდება 1-1. მარეკ ჰამშიკი, რომელიც სლოვაკეთის ნაკრების მთავარი იმედი იქნება ევროპის ჩემპიონატზე. მე უკვე სლოვაკეთის ფარეს ვარ. არა, ძალიან კარგი გუნდია, ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავს. აი მათი მეორე გოლი ისევ პირველ ტაიმში ამჯერად მიხალ დურიშმა, რომელიც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შესვლაზე გამოვიდა მოედანზე, აი ესე გაიყვანა წინ კოზაკის გუნდი. სხვათა შორის ვლადიმერ ვაისმა გააკეთა საგოლე გადაცემა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაჟმა. ეხლა კი ნახოთ მეორე ტაიმისთვის გერმანელებმა მეკარე შეცვალეს და ტერშტეგენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნდობა მისი არ შეიძლება აი ესეთ მატჩებში და ესეთ დონეზე, იმიტომ რომ კუჩკას დაატყვის შემდეგ უბრალოდ მას ფეხებს შორის გაუძრა ბურთი, მარტივი ბურთი ვერ დაიჭირა ბარსელონას მეკარემ და აი ესე სლოვაკეთმა მოიგო მოულოდნელად ანგარიშით 3-1, ხოლო გერმანელებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ გააუმჯობესონ თამაში, თუმცა ის დაუშვათ, რომ იოახიმ ლოს ბევრი წამყვანი ფეხბურთელი აკეთებდა. არა, ვერ ვიტყვით ნამდვილად. უბრალოდ გერმანიის ნაკრები მაინც შესუსტებული იყო, ნოიერი კარში არ იყო, თომას მიულერი და ასე შემდეგ და ასე
ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში გერმანიაში მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხება მარტივი საქმე არ არის. ლენო ბოატენგი, ჰექტორი, რიუდიგერი, ხედირა, რუდი, გიოცე, დრაქსლერი, კიმიხი, სანე, გომესი, მაინც ექსპერიმენტული შემადგენლობა დავარქვათ ლოვის არჩევას. გადავიდეთ შემდეგ შეხვედრაზე, იტალია ეთამაშებოდა ნეიტრალურ მოედანზე ამხანაგურ შეხვედრაში შოტლანდიას, რომელიც ჩვენს დავამარცხეთ გახსოვთ ალბათ შესარჩევ ტურნირში 1-0 და იტალიელებიც ასეთივე ანგარიში ძლიერს ბრიტანელებს 57 წუთზე გრაციანო პელეს გოლის წყალობით სკვადრა აძურამ დაამარცხა შოტლანდია, მოგეხსენებათ სკვადრა აძურა ძალიან შესუსტებული შემადგენლობით მიემგზავრება ევრო 2016-ზე, მარკიზიო, ვერატი, რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოთვლა შეიძლება კიდევ რომელიც ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ეს კი გუშინ გატანილი ერთადერთი გოლი იტალიელებისა გრაციანო პელეს 57 წუთზე დარტყმული შესანიშნავი ბურთი და ანგარიშით 1-0 იტალიელებმა მოიგეს. სასტარტო შემადგენლობა სკვადრა აძურასი ასეთი იყო: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, დარმიანი, დეროსი, კანტრევა, ჯაკერინი, ფლორენცი, პელე და ედერი. არ დაეწუნება ამ შემადგენლობასაც ბევრი არაფერი. პრინციპში ვინც ყავს საუკეთესო მოთამაშეები იტალიელებს თითქმის ყველა მოედანზე იყო განსხვავებით. ერთადერთი გამონაკლისი იყო ინსინიე და ნახოთ არის კონტეს გუნდი რაც იზამს უკვე ევროპის ჩემპიონატზე. ეს მატჩი როგორც გითხარით 1-0 იტალიელებმა მოიგეს. და კიდევ ერთ შეხვედრაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ეს არის შვეიცარიაში გამართული შეხვედრა სენგალიაში ესპანეთსა და ბოსნიას შორის. ესპანელები ბუნებრივია შესუსტებული შემადგენლობით იყვნენ, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალის მონაწილე ესპანელი ფეხბურთელები რა თქმა უნდა გუშინ დელ ბოსკეს გუნდში ვერ ვიხილეთ. ასენხო, ბელერონი, ბარტრა, ასპილიკუეტა, ბრუნო, სანხოსე, ფაბრეგასი, დავით სილვა, მარკო ასენხო, ადურისი, ნოლიტო, ასეთი იყო, ასეთი უცნაური იყო ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობა. გაიბრძკინა შეხვედრის დებიუტში სელტას ფეხბურთელმა ფორვარდმა ნოლიტომ, რომელმაც 7 წუთის ინტერვალით 2 გოლი გაიტანა. პირველი მე-11-ზე, ხოლო მეორე მე-18 წუთზე ამ შემთხვევაში მათ ფაბრეგასის პასი გამოიყენა. ნოლიტო გახსოვთ ალბათ, ძალიან კარგი იყო ესპანეთის ჩემპიონატში გამოვიდა სეზონში, მან 12 გოლი გაიტანა სელტას მაისურით. ეს უკვე მეორე ტაიმის, კვლავ პირველი ტაიმის ფრაგმენტები და ემის სპახიჩმა, ვეტერანმა მცველმა ბოსნიის ნაკრებისა, ესე გაქვითა 1 გოლი და 29 წუთზე ანგარიში იყო 2-1 ესპანელების სასარგებლოდ. აქ ასენხომ ამ ბურთის შეჩერება ვერ მოახერხა. ეს კი სკანდალური ეპიზოდი მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგური იყო, რატომაც გამწარებული ემის სპახიჩი ჯერ ერჩა ეცა ასპილიკუეტა სახეში გაარტყა ხელი, რამ ჭირს ლაპარაკობ, მე შემდეგ უკვე იგივე ფაბრეგასის წინააღმდეგ და ემის სპახიჩი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გააძევეს მოედნიდან და მეორე ტაიმში რიცხობრივი უპირატესობა საჯისმე კომპენსირებულ დროში გამოიყენა ესპანეთის ნაკრებმა. ჩელსის ფეხბურთელმა პედრომ შეძლო გოლის გატანა 94 წუთზე, მანამდე კი ბოსნიელების შანსი კოლაშინაცის დარტყმა და აქ ძელმა მოიგერია ბურთი. საბოლოოდ ესპანეთის ნაკრებმა გაიმარჯვა 3-1, მას მოუწევს ევრო 2016-ზე ტიტულის შენარჩუნებაზე ზრუნვა. მას ნელ-ნელა შეემატებიან უკვე რეალისა და ატლეტიკოს ესპანელი ფეხბურთელები და რა თქმა უნდა ესპანეთის ნაკრები ანგარიშ გასაწევი ძალა იქნება. არ ვიცი მე მაგ დრო თუ არა რომ გიჩვენოთ ფორმულა 1-ის გუშინდელი ეტაპის შედეგები თუ გადავიტანო შემდეგ გამოშვებისთვის. მოდი ნახოთ როგორ წარიმართა გუშინ ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-6 ეტაპი. ყველაზე პრესტიჟული რბოლა კალენდარში ეს არის მონტე-კარლოს გრან-პრი, მონაკოს გრან-პრი, მონაკოს ქუჩებში გაიმართა ეს რბოლა და ჩვენს მეზობლად როდის უნდა გაიმართოს? ჩვენს მეზობლად იმართება თუ არ ვწდები ივლისის თვეში ბაქოს გრან-პრი ხელმძღვანელობაში. ასეთი უცნაური სტარტი ხონდა გუშინდელ ეტაპს, იმიტომ რომ წვიმდა მონაკოში, ორგანიზატორებმა არ გარისკეს და უსაფრთხოების მანქანის რეჟიმში დაიწყო რბოლა, ანუ ნელ ტემპში 7 წრე ატარა პესკარმა პელოტონი და შემდეგ ნამდვილი სტარტიც ვიხილეთ. ეს არის დანიელ კვიატე, რუსი სპორტსმენი, რომელმაც ვერ დაიწყო რბოლა ტექნიკური პრობლემის გამო. ეს კი სტარტის შემდეგ ჯოლეონ პალმერის ავარია და ისევ გამოვიდა ტრასაზე პესკარი. შემდეგ პრობლემა ჰქონდა კიმი რაიკონენს, რომელმაც დაამტვრია თავისი მანქანა და ფერარის გამოეთიშა ერთი პილოტი, კერძოდ რაიკონენი. რაც შეეხება ლიდერების ბრძოლას, ჯერ ესეთი მოულოდნელი პოული ჰქონდა, ანუ პირველ ადგილზე ედგა სასტარტო ბილიკზე დანიელ რიკარდო და მან შეინარჩუნა ლიდერობა რესტარტის შემდეგ, მას უკან მიყვებოდა 2 მერსედესი, ნიკო როსბერგი და ლუის ჰემილტონი. ჰემილტონმა შეძლო დისტანციის მსვლელობისას როსბერგის გასწრება და გამოეკიდა რიკარდოს, რომელსაც აი ესეთი საშინელება გაუკეთეს თავისმა ინჟინერებმა. არასწორი საბურავები შეარჩიეს და სანამ ახლები მოიტანეს ის საბურავები, რომელიც უნდა გაეკეთებინათ, ანუ სლიკები ეგრეთ წოდებული, იმდენი დრო დაიკარგა, რომ რიკარდომ გარანტირებული გამარჯვება დაკარგა გუშინ მონტე-კარლოში. ლუის ჰემილტონმა კი ისარგებლა Red Bull-ის ინჟინერების სულელური შეცდომით და მოახერხა ამ გრან-პრის მოგება. 6 თვიანი პაუზის შემდეგ ლუის ჰემილტონმა როგორც იქნა მოახერხა და მოიგო ეტაპი ფორმულა 1-ში და ახლა ის ნელ-ნელა ამცირებს სხვაობას უკვე ნიკო
როსბერგთან საერთო ჩათვლაში მათ შორის სხვაობა არის მხოლოდ 24 ქულა, არადა პირველი 4 გრან-პრი სხვათა შორის სწორედ როსბერგმა მოიგო. ეს ხო მაქს ფერსტაპენი Red Bull-ის ერთი პილოტი გამოეთიშა ბრძოლას. ეს კი ბრძოლა რიკარდო ნახეთ როგორ ებრძვის ლუის ჰემილტონს, მაგრამ ყველაზე ვიწრო ტრასაა კალენდარში მონაკოში, აქ გასწრება პრაქტიკულად შეუძლებელია და საბოლოოდ შეინარჩუნა გამარჯვება ლუის ჰემილტონმა და სეზონში პირველი გრან-პრი მოიგო, მეორეზე გავიდა რიკარდო, ხოლო მესამეზე სენსაციურად Force India's პილოტი სერხიო პერესი, ეს მისი პირველი პოდიუმია წლევანდელ სეზონში. რაც შეეხება ფერარის პილოტ სებასტიან ფეტელს, ის მხოლოდ მეოთხე იყო, ხოლო ნიკო როსბერგი საბოლოოდ მეშვიდე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, მას ტემპი არ ქონია ამ ბრძოლაში. ასეთ საინტერესო იყო და დახუნზული მოულოდნელობით მონაკოს გრან-პრი. Შედეგი ბოლო უკვე კანადაში გაიმართა. გადამწყვეტ მნიშვნელობა აღმოჩნდა იმ რაღაც 11 წამს, რომელიც ინჟინერებმა დაუშვეს, ხო? 11 წამი ძალიან დიდი დროა. ხო, ცუდა როგორც წესი, ორსლიანობაში 11 წამი გამოვიდა თლიანად. გამოვიდა თლიანად და ნუ ზუსტად ის 11 წამი დააგდა რიკარდოს რომ მოეგო რბოლა სხვათა მე ჩემი საბურავის გამოსვლის პროცედურა მახსენდება ხოლმე. ეჭვმაქვს რომ პილოტის გარდაცვალება ცოტა ხნის წინ იყო მიზეზი, რატომაც წვიმის დროს ხო, დაიწყეს თავი და დაიწყეს უსაფრთხოების მანქანით. ხო, თან მონაკოში ძალიან ვიწრო ტრასაა და სტარზე რა ბრძოლა იქნებოდა სულ ტრასაზე წარმოქმნილია, ამიტომაც 7 წრე. და საერთოდ არ განიხილება რომ აი წვიმის და ასეთი უამინდობის დროს არ განიხილება, იმიტომ რომ წვიმის დროს ყველაზე საინტერესო რბოლები გამოდის, ხო, და იგივე ჩემი საყვარელი სცენა წვიმის კაცი ერქვა. წვიმის კაცი ერქვა, მე სიმახერმა გადაიბარა ეს სტატუსი და ეხლა სხვათა შორის ყველაზე კარგად წვიმაში ლუის ჰემილტონი დადეს ხოლმე. ხო, ამ წუთში მე ალბათ მოვასწრებ ისაუბრო პირველ რიგში ქართულ ფეხბურთზე, რა თქმა უნდა ის მატჩი, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, მაგრამ ფრაგმენტები არ გვჩვენებია, სლოვაკეთის საქართველოს განხილულია შეხვედრა, დაწვრილები და მცირე ინტერვიუც არის მატჩის შემდგომი ვლადიმირ ვაისთან საქართველოს ნაკრების თავმჯდომართან, რომელიც აცხადებს, რომ მისმა გუნდმა ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარა, ეს მას რომ არ ეთქვა ისედაც ვიცოდით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ეს, რითაც თავი უნდა ვიმართოთ, მეტოქემ აშკარად გვაჯებაო აცხადებს ვაისი. საქართველოს ნაკრებს წინ კიდევ ორი არხანაგური მატჩი აქვს რუმინეთთან და ესპანეთთან და იმედია ამ შეკრების მსვლელობისა საქართველოს ნაკრები მოუმატებს თამაშს, თუმცა მეტოქეების ძალაც უფრო ანგარიშგასაწევი და უფრო ძლიერი ხდება. და საინტერესო სიახლე შოთა არალაძესთან დაკავშირებით უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ და თავად შოთა მაგიარა ეს დღეს ან ხვალ გესოდინება თუ სად გააძალებს ის სამწვრთნელო კარიერას, არის ორი ვარიანტი, ბაქოს ნეფჩი და თელ-ავივის მაკაბი, როგორც აღმოჩნდა, მაკაბის სპორტული დირექტორი ყოფილა ხორდი კრუიფი, რომელთანაც მეგობრობა აკავშირებს შოთა არველაძეს, თუმცა ნეფჩის ვარიანტიც არ უნდა გამოირიცხოს და სამშაბათს ან ოთხშაბათს გესოდინებათ ჩემი ახალი სამუშაო ადგილიო თავად შოთა არველაძემ განაცხადა ამის შესახებ. თბილისის დინამოშია სიახლეები, უკვე ერთი ტრანსფერი განხორციელდა, მარტინიკელი მატიას კურიე ითამაშებს თბილისის დინამოში 28 წლის ფეხბურთელი, მე ამ მოთამაშის შესახებ პირადად არაფერი ვიცოდი, თუ მატიას კურიე ისეთივე დონის ფეხბურთელია, როგორც იყო ჯიმი კურიე ჩოგბურთელი, მაშინ დინამოს გაუმართლა, იმიტომ რომ კურიე ერთ-ერთი სავარია დინამოში ხოიცია მინარი რა. როგორია მატიას კურიე, ამას უკვე მომდენო სეზონში გავიგებთ. აი ეს არის რაც მოვასწარი მე მგონი მე მოამბის გამოშვებამდე სპორტული პრესის მოხილვა და ანჩეს თავად გაიცნობთ. კურიემ ხოიცის რომ ფეხბურთს თამაშობს. იცის კაცო დაწერა თავის Facebook-ზე და ტიტულების მოგება მინდა და თბილისის დინამოში. ის არის გიწევ რადიოტორთან იჯდა. ტიტულებად მოდის. ტიტულების მოგება ადვილი ხდება. ჯინჯარაძე საერთოდ არის. დინამო ხდება. ვალოდია ჯინჯარაძე საერთოდ არის რადიოტორთან როი. აი ნახავთ მატიას კურიე. მატიას მე მაპატია. ხო ერთ-ერთი ფავორიტი, როგორ თამაშობდა გუშინ ამხანაგურ შეხვედრაში აუგსბურგში სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ. ამაჯერ ამახვილეთ ყურადღებას, იმიტომ რომ სლოვაკეთის ცოტა ხნის წინ ჩვენც ვეთამაშეთ, მაგრამ მის მეორე შემადგენლობას და დავმართეთ 1-3. ამჯერად სლოვაკების ძირითად შემადგენლობაში არ იყო არც ერთი ის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოვიდა სასტარტო შემადგენლობაში და გაცილებით მაღალი კლასი აჩვენეს საამ ძირითადმა სლოვაკებმა და მათ დაამარცხეს სტუმრად გერმანია ანგარიშით 3-1. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან დევრის როლში აღმოჩნდნენ, მარიო გომესმა გიოცეს აქციებისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა მე-13 წუთზე. ეს გაღიმებული გოლშემატკივარი გერმანელი იყო. გერმანელი იყო, კი ბატონო, მარისულის გერმანიის ნაკრების ეცვა. ეს კი მარეკ ჰამშიკი ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი, სლოვაკეთის ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და მისი გამორჩეული დარტყმა ამ შეხვედრაში საუკეთესო გოლი სწორედ ჰამშიკმა გაიტანა 51 წუთზე გაათანაბრა. აქ კი უკვე მიხალ დურიშმა, რომელიც თამაშობს ჩეხეთის ჩემპიონატში, ჩეხეთის ჩემპიონატის მეორე ბომბარდერი გახდა 16 გოლით, წინ გაიყვანა უკვე სლოვაკეთის ნაკრები ვლადიმერ ვაისის პასის შემდეგ. ძალიან რთულ პირობებში უწევდათ ფეხბურთელებს თამაში, როგორც ხედავთ, აუგსბურგში თავსხმა წვიმა იყო, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი მილანის ფეხბურთელისთვის, იურაი კუჩკასთვის, აი ასე გაებითურებინა მარკ-ანდრე ტერ
ტერშტეგენი ბარსელონას მეკარე ფეხებში გაუზრნა ბურთი ახალგაზრდა გოლკიპერს კუჩკამ აშკარა შეცდომა გერმანიის ნაკრების მეკარეს რომელიც ამ დარტყმის შემდეგ ალბათ რანგით ჩამოქვეითდება მესამე მეკარემდე გერმანიის ნაკრების რიგებში 3-1 სლოვაკეთმა მოიგო და გერმანიას გასასამართლებლად ხოლმე ისაა თავის გასასამართლებლად რომ არ იყო მის რიგებში მიულერი არ იყო ნოიერი კიდევ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი და პრინციპში ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა გაუმართლად კიდე ფეხბურთელებსაც მაყურებლებსაც რადგანაც ხშირი წვიმების გამო რამდენიმე მსხვერპლიც კი მოყვა მეხის ჩამოვარდნას რამდენიმე ადამიანი დაიღო კი არ ყოფილა ეგეთ შემთხვევა ამ ცოტა ხნის წინ თამაშის დროს ერთ-ერთ ფეხბურთელს დაეცა მეხი და სხვა შორის გარდაიცვალა პროსტები არგენტინაში და ისე კიდევ ერთი შემთხვევა იყო ამ დღეებში თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა აქ მართლაც გაუმართლად და რაც შეეხება იტალია-შოტლანდიის შეხვედრას აქ წვიმა არ ყოფილა და არც გოლების წვიმა არ ყოფილა სხვა შორის გერმანია-სლოვაკეთისგან ერთადერთი გოლი გავიდა რომელიც გრაციანო პელეს ანგარიშზეა იტალიის ნაკრებმა დაამარცხა შოტლანდია ამ ხანაგურ მატჩში ანგარიშით 1-0 დაწყვა მართლაც კარგი გამოვიდა გრაციანო პელეს ძალიან კარგი შემადგენლობა ყავდა ანტონიო კონტეს მოედანზე ბუფონი ბარძალი ბონუჩი კიელინი დარმიანი დეროსი კანდრევა ჯაკარინი ფლორენცი პელე ედერი პრინციპში აი ბიჭები ხო ტრავმებიდან გამომდინარე რაც აქვს იტალიის ნაკრებს და მოეძალა იტალიის ნაკრებს ძალიან კარგი შემადგენლობა ამას აკლია მე მგონი ინსინიე ლორენცო ინსინიე ეს არის ნაპოლის ფეხბურთელი რომელსაც ანტონიო კონტე მე მგონი ძირითად შემადგენლობაში გიორგის კომენტატორი თუ გადარჩა ეს მითხარი ბარე ხო შენ წარმოგიდგენია ამ ხანაგურ მატჩში რომ ეს ყვის ოფიციალურ მატჩებში უკვე რაც გაში იქნება კი ესეთია მათი წაყვანის სტილის და ამიტომაც უყვართ იტალიელებს ფეხბურთი და ქართველებს იტალიური ფეხბურთი რა თქმა უნდა აბარა მე ვარ კარგად რატო ნეიტრალური ჰოლანდია ვერ გავიდა და ვისაც უნდა მოუგია აბსოლუტურად აღმოსავლეთ დაცემია მოედანზე ხო ჰოლანდია ძველი დიდების გამო გულშემატკივარი არა 88 წელს ძველი დიდება ხო ძველი დიდება და ნუ 74 წლის კადრებიც გქონდა დიდი შეყვარებული ხარ შემოკლეს მაისურის ფერის მომწონდა და ეს ყველაფერმა ერთად იმოქმედა კი მე მინდა ფეხბურთს თამაშობდა ლამას მოდი რა ცოტა ხანი სლოვაკეთის მხარეზეც იყავი რა კი ბატონო ფინალი ფეხბურთელები იყავს ჰოლანდიელებს ნუ ყოველ შემთხვევაში ხო ჩაგუზეს თქვა 2-20 სიტყვით თითო თამაში მამაკაცთა და ქალთა ტურნირიდან გუშინ დაიწყო მერვე ფინალური ეტაპი უკვე მატჩების რაოდენობა იკლებს და დაძაბულობა მატულობს იმიტომ რომ ახლოვდება უკვე განამწყვეტი შეხვედრები გუშინ ერთ-ერთი ფავორიტი კეი ნიშიკორი გამოეთიშა ბრძოლას სოფლიოს მეხუთე ჩოგანი ნიშიკორიმ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა გასულ თვეში გრუნტის საფარზე გამართული მასტერსების დროს ფინალშიც გავიდა ნახევარფინალშიც იყო მადრიდსა და რომში მაგრამ აი გუშინ მან პირწმინდა დათმო შეხვედრა რიშარ გასკესთან ფრანკ ჯოგბუთელთან რომელიც ერთი პერიოდი იყო ტოპ-8-ში მაგრამ აი როლან გაროზე თავის საშინაო ტურნირზე არასოდეს უმართლებდა მე-13-ე თამაშობს ამ ტურნირზე რიშარ გასკე და აი მე-13 წლიდან მოახერხა მან პირველად თავის კარიერაში როლან გაროსის მეოთხე ფინალში გასვლა 6-4 6-2 4-6 6-2 აი ესე დაამარცხა თავისი მეტოქე მან და გავიდა მეოთხე ფინალში სადაც შეხვდება ერთ-ერთ ფავორიტ სოფლიოს მეორე ჩოგანს ბრიტანელ ენდი მარეის აი ფრაგმენტები ამ მატჩისა ენდი მარეიმ თავის ხუ დაამარცხა ჯონ ისნერი 7-6 6-4 6-3 ასევე გავიდა მეოთხე ფინალში გუშინ სტენ ვავრინკა და ესპანელი ალბერტ რამოს ვინოლასი რაც შეეხება ქალების ტურნირს აქ გუშინ ორი მერვე ფინალის დასრულება მოესწრო შელბი როჯერსმა დაამარცხა რუმინელი ბეგუ და გარბინ მუგურუსამ სვეტლანა კუზნეცოვა დღეს გაგრძელდება მერვე ფინალური ეტაპი როლან გაროსზე აი ეს პრინციპში მე მომთავრებ ჩემი გუშინდელი ამბებით გუშინდელი იმიტომ დღეს დილით NBA-ის მატჩი არ იყო გუშინ რაც შეეხებოდა სპორტულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდული მატჩები, რომელიც ძალიან დიდი ინტერესით წვევს, საინტერესო რა ფორმაში არიან ევრო 2016-ის მონაწილეები, თუმცა ჯერჯერობით გრანდები ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაშობენ, მათ საბოლოო განაცხადები ჯერ დასადგენი აქვს და ამიტომაც უახლოეს რეზერვს წვნიან მთავარი მწვრთნელები გუნდებისა, ასე მოიქცა გუშინ ვისენტე დელ ბოსკე, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონის მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი, რომელმაც რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს მისცა შანსი, რომლის ხილვა შეიძლება არ მოხერხდეს ევროპის ჩემპიონატზე 8 დებიუტანტი ვიხილეთ გუშინ ესპანეთის ნაკრების რიგებში ბოსნიასთან შეხვედრაში ეს მატჩი გაიმართა ნეიტრალურ მოედანზე შვეიცარიის ქალაქ სენტ-გალენში ესპანელებმა მოახერხეს გამარჯვება 3-1 და საწყისი წუთების გმირი აღმოჩნდა ვიგოს სელტას ფორვარდი ნოლიტო რომელმაც აი ესე გახსნა ანგარიში მე-11 წუთზე და ესპანელები დაწინაურდნენ 1-0 ბოსნია ჩვენს გავსოთ არ არის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ის უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება
ესპანელებმა კი კარგად გამოსცადეს უახლოესი რეზერვი, როგორც გითხარით და მოიგეს შეხვედრა 3-1. მეორე გოლის 0-0 საკმაოდ კარგი ოსტატური გამოვიდა, თავზე გადაუგდო ბურთი მეკარეს და პირველ ტაიმში უკვე შეხვედრის დებიუტში ესპანეთი 2-0 იგებდა, მაგრამ მოახერხა თავისი ვეტერანის ემირ სპაჰიჩის აიამთავურის წყალობით ბოსნიამ მინიმუმამდე შემცირება სხვაობის და პირველი ტაიმი 2-1 დასრულდა. ეს იყო ერთადერთი მომენტი, რომელშიც გამოიჩინა თავი სპაჰიჩმა, გამოიჩინა უკვე უარყოფითი კუთხით მან პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში თავი, როცა ჯერ სახეში გაარტყა ხელი ასპილიკუეტას, შემდეგ კი ფაბრეგას და ამის გამო შეხვედრის არბიტრმა ის მოედიდან მიაბრძანა და მთელი მეორე ტაიმი ბოსნიამ უკვე 10 კაცის შემადგენლობით ითამაშა, თუმცა ამ გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეორე ნახევარში ბევრს ცდილობდა ბოსნია იმისთვის, რომ გაეთანაბრებინა ანგარიში, ერთხელ ძელს გაარტყა ბურთი, ერთი შორეული დარტყმა მიზანსაც და ეს დარტყმა, როცა კი რაღაც კურიოზული გოლი გავიდა ესპანეთის ნაკრების კარში. მოკლედ ბოსნია ბევრს უტევდა, მაგრამ ბოლო გოლი ამ შეხვედრაში ჰქონდა ესპანეთის ნაკრებს, კერძოდ 94 წუთზე პედრო როდრიგესმა საბოლოო წარწერა დაუსვა შეხვედრას და 3-1 გაიმარჯვა ესპანეთმა. მე სასტარტო შემადგენლობას გაგაცნობთ ესპანეთის ნაკრების კარში ასენხო, შემდეგ ბელერინი, სან-ხოსე, ბარტრა, ასპილიკუეტა, ბრუნო, ფაბრეგასი, დავით სილვა, მარკო ასენხო, ადურისი და 0-2. ეს კი გოლი, რომელიც გაიტანა პედრომ და საბოლოოდ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 3-1. გადავიდეთ ფორმულა 1-ზე, მონაკოს გრან-პრი გაიმართა გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატის მე-6 ეტაპი, ყველაზე პრესტიჟური რბოლა მონტე-კარლოში, რომელმაც წვიმის აკომპანიმენტის ქვეშ ჩაიარა. პოული მოულოდნელად მოიგო Red Bull-მა, კერძოდ კი მისმა პილოტმა დანიელ რიკარდო და ამას ჰქონდა თავისი მიზეზი, აი ამ ეტაპისთვის ახალი ძრავი მოამზადა Renault-მ, რომელიც ამარაგებს ძალისმიერი აგრეგატებით Red Bull-ს და ამ შედეგი გამოიღო, რიკარდო მოიგო პოული და ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ რბოლაშიც გამარჯვება მოეპოვებინა. თავდაპირველად პირველი 7 წრე პილოტებმა იარეს უსაფრთხოების მანქანის რეჟიმში, ვინაიდან ტრასა სველი იყო. შემდეგ მიეცა რესტარტი და ჯოლიუმ პალმერი და კიმი რაიკონენი მოხვდნენ ავარიაში, ამიტომაც კიდევ ერთხელ გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე და კვლავ შემდეგი რესტარტი და ეს მომენტი, რომელმაც განსაზღვრა კიდეც რბოლის ბედი, ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა თანაგუნდელს ნიკო როსბერგს გაუსწრო ლუის ჰემილტონმა და გამოეკიდა წინ წასულ დანიელ რიკარდოს. ყველაფერი გადაწყდა პირველი პიტსტოპების დროს. ძალიან კარგად მოემსახურე ლუის ჰემილტონს განსხვავებით Red Bull-ის ინჟინრებისგან, რომლებმაც მოამზადეს საბურავების სხვა კომპლექტი და შემდეგ უკვე დაახლოებით ესე 20 წამი მოუწია შეცდომის გამოსწორებას და აი აქ დაკარგული დრო დაუჯდა დანიელ რიკარდოს გამარჯვებათ აი ამ რბოლაში. აი ეს გამოდიოდა ბოქსებიდან ტრასაზე, ჰემილტონმა კი გვერდზე ჩაუარა და მოიპოვა ლიდერობა ბრიტანელმა, ხოლო მონტე-კარლოს ტრასაზე გასწრება ძალიან რთულია და შესაბამისად ლუის ჰემილტონმა შეძლო და შეინარჩუნა ბოლომდე პირველი ადგილი და გამარჯვება მოიპოვა პირველი ამ სეზონში ბრიტანელმა პილოტმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ეს მაქს ფერსტაპენია, Red Bull-ის მეორე პილოტი, რომელიც ბარიერს შეეჯახა და გამოეთიშა ბრძოლას. მას ასე ლიდერებს შორის არაფერი შეცვლო, პირველზე გავიდა ლუის ჰემილტონი, მეორეზე დანიელ რიკარდო, მესამეზე მოულოდნელად Force India's პილოტი სერხიო პერესი და ახლა ლუის ჰემილტონმა ამ გამარჯვების შემდეგ 24 ქულამდე შეამცირა სხვაობა ნიკო როსბერგთან, ასე რომ საჩემპიონო ბრძოლაში ჰემილტონი ბრუნდება და სეზონის დარჩენილი ნაწილები, რა თქმა უნდა, კლავინდებურად ჩაივლის მერსედესის პილოტების ბრძოლაში. ნახოთ ამჯერად ვის შეაჯობებს, შეჯერებით როსბერგს ტიტული არ აქვს, ხოლო ჰემილტონი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. და მე მინდა ხა გავახურო მაყურებელი ხვალ დილის მატჩისთვის, რომელიც გაიმართება ოკლენდში, Golden State Oklahoma City-ს წინააღმდეგ. და ამ მატჩში გადაწყდება თუ ვინ გახდება დასავლეთი კონფერენციის გამარჯვებული და ვინ გადავა ფინალურ სერიაში, რომელიც გაიმართება კლივლენდის წინააღმდეგ. კლივლენდი უკვე გასულია აღმოსავლეთი კონფერენციიდან ფინალურ სერიაში. ნახოთ გუშინდელი მატჩის 5 საუკეთესო მომენტი, ოკლაჰომა Golden State. Golden State-მა მოახდინა უკვე პატარა სასწაული, 1-3-დან გაათანაბრა ანგარიში სერიაში და ყველაფერი უკვე მის მოედანზე ხვალდილით გადაწყდება. ნახოთ მეხუთე ადგილი, კლეი ტომპსონი გუშინდელი მატჩის გმირი, 41 ქულის ავტორი, სწორედ ის შედის ფარქვეშ, მაგრამ ამჯერად მას დაუფერა რობერსონმა, რომელსაც შესანიშნავი სერია აქვს Golden State-ის წინააღმდეგ, მაგრამ გუშინდელ მატჩში აი ამ დაფარების გარდა ის ბევრით ვერაფრით გამოირჩა. ეს არის ერთ-ერთი აცილებული სამქულიანი ოკლაჰომასი და სტეფ კარის ძალიან ლამაზი პასი
თელს მოედანზე დრეიმონდ გრინის ჩატენვა. 9 პასი ჰქონდა გუშინ სტეფ კარის, კიდევ ერთი პასი და ის სამაგ დუბლს შეასრულებდა 31 გოლა 10 მოხსნა და 9 პასი იყო მის ანგარიშზე. აქ სტეფ კარის უკვე შესანიშნავი შესვლა. ერთ-ერთ კრიტიკულ მომენტში, როცა სამქულიანი იყო სხვაობა ბოლო წამებზე და 106-ით 101 გახდა და საბოლოოდ 108-ით 101 მოიგო ეს შეხვედრა Golden State-მა. მეორე ადგილი რასელ ვესტბრუკი, კევინ დურანტი, მათ გარეშე ეს ტოპ 5-ეულები არ არის, თუმცა გუშინ დურანტმა შეგვიძლია ვთქვათ, რომ 29 ქულის დაგროვების მიუხედავად ჩააგდო მატჩი, ვინაიდან ერთბაშად 20 ხორცნა აცილა მიზანს თამაშიდან, მათ შორის 8-დან 7 სამქულიანი. ეს კი პირველი ადგილი სტივენ ადამსის გაფრენა, მისი ცალხელა დანკი, მაგრამ ამანაც ვერ უშველა გუშინ ოკლაჰომას. მოკლედ ხვალდილით ველოდებით ჩვენ სერიის მე-7 შეხვედრას Golden State ოკლაჰომა და ამ მატჩს ჩვენ ერთად მივადგენთ თვალს უკვე პირდაპირ ეთერში და იქნებ live stream-ით შემოგთავაზოთ იმ მატჩსა და ჩართვები კონდეს, იმიტომ რომ მართლაც უმნიშვნელოვანესი მაგარი დილა გველოდება